დღევანდელი ჩვენი შეხვედრა დაბადების თავის მეხუთე დაბადების წიგნის მეხუთე თავის კითხვა იქნება და თუ კი მოგცემს დრო ამის საშუალებას მეექვსე თავსაც წავიკითხოთ. შევეცდებით განვიხილოთ. პირველ რიგში შეგახსენებთ, რომ გასული შეხვედრა ჩვენი იყო კაინისა და აბელის ისტორია, მინდა გითხრათ და ასევე ბოლო თავისა, მეოთხე თავის ბოლო იყო ჩამონათვალი კაინის თავმოვლობისა. ეხლა მეხუთე თავი იწყება ესე. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი. როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი. აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს. ანუ ეს გახლავთ კიდევ ერთხელ გამეორება, დადასტურება. ბიბლიაში ჩვენ ძალიან ხშირად შევხვდებით შეიძლება ისეთ ტექსტს, რომელიც ერთის შეხედვით მოგვეჩვენოს, რომ რატომღაც მეორდება, მაგრამ შემთხვევითი ბიბლიაში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არასდროს არაფერი არ არის. და პლუს ამას თუ გაითვალისწინებთ იმასაც, რომ ისეთ ეკონომიას აკეთებდნენ ბიბლიის წერის დროს, მოხსენებათ მაშინ ტყავზე წერდნენ, რომ წარმოიდგინეთ საერთოდ გამოტოვება არ არის და ყველა ასო ერთმანეთზეა გადაბმული. ხმოვნები საერთოდ ამოღებულია და თანხმოვნებით იწერებოდა, ძველი აღთქმის წიგნებზე მაქვს საუბარი, ებრაულ ენაში ესეთია ტრადიცია, ხმოვნები არ იწერება. შესაბამისად წარმოიდგინეთ, რომ თუ კი ამის ეკონომიას აკეთებენ, მაშინ იმის ეკონომიაც უნდა გააკეთებენ, რომ რაც ერთხელ უკვე ითქვა, იმის გამეორება რაღაც საჭიროა, მაგრამ რადგანაც ბიბლია ამას იმეორებს, ყოველთვის რაღაცას ნიშნავს, რაღაცაზე მეგანიშნებს. როდესაც იმეორებს რაღაცა ფაქტს, აუცილებლად წარმოაჩენს ამ ფაქტის დიდებულებას, წარმოაჩენს იმას, რომ ეს აუცილებლად ესე იყო და არანაირად სხვანაირად და არანაირ ცვალებადობას არ ეკვემდებარება, თქვათ ეს ფაქტი, რომ თქვათ ესე იყო და მე რაღაცა სხვანაირად მოხდა, არამედ ზუსტად ესე, როგორც წერია, ისე პირველ თავში ზუსტად ესევე არის, რომ გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა, ეს უკვე მეორე თავშია ჩვენთან, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა, რაც ეს პირველ და მეორე თავში წავიკითხეთ, ფაქტიურად იგივეს დადასტურება. ადამმა 130 წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი და უწოდათ სახელად სეითი. აი ნახეთ, მესამე მუხლი უკვე აბსოლუტურად სხვა რაღაცას ამბობს, რომ თუ კი ადამი თვითონ შექმნილია ხატად და მსგავსად, აქ ჩვენ ვნახულობთ, რომ 130 წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი. თვითონ არის უფლის ხატი და უფლის მსგავსი, მაგრამ ეხლა ვინ შეეძინა არის ვინ? ადამის მსგავსი და ადამიანის ხატი. ეს არის ის მემკვიდრეობა, რომელი მემკვიდრეობას ჩვენ მივიღეთ წოდვით დაცემის შემდგომ. მაგრამ არის თუ არა ჩვენში, ეხლა კითხვა ჩდება ბუნებრივია, რომ თუ კი ჩვენ ადამიანის ხატად და მსგავსად ვჩნდებით, მერე ყველა მისი შთამომავალი, არის კი ჩვენშია დარჩენილი ღვთის მემკვიდრეობა. გულისხმობ ამ მემკვიდრეობაში, როგორც თვითონ იყო შექმნილი ხატად და მსგავსად, ჩვენ ვართ თუ არა ხატება და მსგავსება ღვთისა. მე გეტყვით, რომ არის ეს მხოლოდ მორწმუნე ადამიანში. რატომ? ეხლავე მოგახსენებთ აი ამ ამბავს. ვისაც სწამს ღმერთისა, ვისაც სწამს იესო ქრისტესი, მასში არის სწორედ ეს ხატება და მსგავსება შემორჩენილი, რადგანაც ძალიან მარტივად შეგვიძლია ჩვენ ესეთი ექსპერიმენტი ჩავატაროთ, ადამიანი, რომელსაც არ სწამს, როგორ განიცდის ის ცოდვას და ადამიანი, რომელსაც სწამს, როგორ განიცდის ის ცოდვას. ცოდვით დაცემულები ვართ, ყველანი გასაგებია, ურწმუნოს და მორწმუნეს შეიძლება სცოდავდეს, მაგრამ ამ ცოდვის დანახვა, როგორ პირიქით, ურწმუნოს საზოგადოებაში ზოგჯერ პირიქით პროპაგანდა მიმდინარეობს ცოდვისა, გარდა ის, რომ ადამიანი, რომელიც მორწმუნე ადამიანი შეცოდავს, შეიძლება ღამე ვერ დაიძინოს და სინდისის ხმა ცალკე აწუხებს და შფოთვა ეწყება და წნევამ შეიძლება აუწიოს და ასე მოხდეს და ისე მოხდეს. ურწმუნო ადამიანში სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა. განამარტო არ აწუხებს კი არა, შეიძლება პროპაგანდასაც კი ეწეოდეს იმ ცოდვისა, რომელსაც თვითონ ჩადის, იმიტომ რომ მარტო თვითონ არ უნდა იყოს დასვლილი რაღაცაში. სხვებიც უნდა რომ დასვაროს და ეს ტალახი ყველას მოეწყოს, რომელიც მას თვითონ ყელამდეა ჩაფლული შიგნით და ყველას უნდა რომ მოაწმოს. შესაბამისად, ხატება და მსგავსება, რა თქმა უნდა, ყველა მორწმუნე ადამიანშია, აქტიური და ფაქტიური, მაგრამ იმ ადამიანსაც აქვს შანსი, რა თქმა უნდა, რომ კვლავ დაიბრუნოს ეს ხატება და მსგავსება და
რატომ თქვით ჩვენ, როდესაც ადამიანის შექმნაზე ვლაპარაკობდით, რომ როგორი რთული აგებულება აქვს ადამიანს, წარმოიდგინეთ. სხეული აქვს მას მიწიერი, მიწისგან აღებული, ისევე როგორც ცხოველებს, სამაგეროდ სული აქვს ღვთისგან შთაბერილი. აი, როგორ განავითარებს ის თავის მდგომარეობას, რომ სულიერად განვითარდება ღმერთს ემსგავსება და თუ მოინდომებს, რომ მხოლოდ ფიზიკურად განვითარდეს და სხეული განავითაროს, ცხოველს ემსგავსება. აბსოლუტურად ლოგიკური შედეგი არის ეს მისი ცხოვრებისა. შესაბამისად, აქაც ნახეთ 130 წელი იცოცხლა და შეეძინა მსგავსი თავისი და ხატი, რატომ წერია წმინდა ომები ამის შესახებ ლაპარაკობენ, რომ ჩვენ ვთქვით კაინის მიერ ჩადენილი უბედურებაზე წინა თავში, როდესაც მან თავისი ძმა მოკლა და ამბობენ, რომ კაინი და იმიტომაც დაიბადა ასეთი, რომ ეს არ იყო ადამიანსა და ევას ლოცვის შედეგად მოვლენილი შვილი. ამიტომაც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ცოლი და ქმარი შეერთდებიან იმისთვის, რომ გააჩინონ შვილები და აი ეს ამ შეერთებას უნდა უძღოდეს წინ ლოცვა, კურთხევა, დალოცვა, გამოთხოვა იმისა, რომ ჩვენ გვინდა შვილი, რომელიც იქნება ღვთისთვის, რომელიც არ არის ლოცვით გამოთხოვილი შვილი, დაახლოებით კაინივით იწყებს ცხოვრებას. ნუ ახლა ესე განმარტავენ ამას მამები, შეიძლება რაღაცა თვალსაზრისით სხვა მამა სხვანაირად წერდეს, ვიღაცა ასე წერდეს, ჩვენ შევეცდებით, რომ სხვადასხვა ვარიანტები განვიხილოთ. რატომ? რაზე ეყრდნობიან მამები, რომლებიც ასე ამბობენ. ნახეთ, 130 წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი და უწოდა სეითი. ლაპარაკია იმაზე, რომ კაინისა და აბელის შემდეგ მიხვდა, კაინის შემდეგ უბრალოდ მიხვდა ადამმა, რომ ესე არ შეიძლებოდა და რომ ლოცვით უნდა გამოეთხოვა ღმერთისგან ყველაფერი, რაც უნდა მისცემოდა მას, ამიტომაც 130 წელი აბელის გარდაცვალების შემდეგ მან იმარხულა ძალიან მკაცრად და ინანიებდა ის თავის ცოდვებს, არსებობს ესეთი გადამოცემა თავის ამ შეცოდებას მიხვდა, რომ იმდენად ძიმე იყო მისი შეცოდება, რომ აი ეს შედეგი აისახა მის შვილებზე და ერთმა მეორემ მოკლა, ამიტომაც მან ძალიან მკაცრად იმარხულა, ინანიებდა თავის ცოდვებს და ამის შემდგომ უკვე ლოცვით გამოითხოვა უფლისაგან შვილი, რომელსაც უწოდა სეითი. სეითის დაბადების შემდეგ შეემატა ადამიანს 800 წელი და შუა ძენი და ასულნი. ამას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ სახელები, რომლებიც არ სახელდება, ესე იგი არაფერს არ ნიშნავდა ეს ღვთის წინაშე და ამიტომ ბიბლიაში არ იწერება მათი სახელები. იწერება იმათი სახელები, ვისაც რაღაცა აქვს ან ძალიან დიდი, თქვათ, როლი აქვს პირიქით სულიერ ამაღლებაში, ან უკიდურესად რაღაცა მეორე მხარეა, რაღაცა დიდი დაცემულობის მომხრეა და განხეთქილების შემომტანი და შეიძლება მისი სახელით სახელდებოდეს როგორც უარყოფით კონტექსტში. მაგრამ ამ კონტექსტში, როდესაც კაცის სახელი სახელდება, ბიბლია აქებს ესეთ ადამიანს. ეს ყოველთვის უნდა ბიბლიის კითხვის წესია. როდესაც მისი ასაკი სახელდება, როდესაც მისი სახელი არის მოხსენიებული ბიბლიაში, ეს აუცილებლად ნიშნავს, რომ ბიბლია აქებს ამ ადამიანს. და კიდევ ერთი რამ, რაც ბიბლიის კითხვის წესის დროს უნდა გაითვალისწინოთ, თუ კი ორჯერ სახელდება მისი სახელი, ეს ესე იგი გაორმაგებულ განდიდებას ნიშნავს უფლის მიერ ამ ადამიანს. მაგალითად, როდესაც ეუბნება აბრაამ, ორჯერ რომ იმართავს მას, ნიშნავს, რომ აბრაამი ძალიან აღმატებულია და წმინდა კაცია. სხვა ყველა დანარჩენთან შედარებით. სრული ხანი ადამიანისა, რაც იცოცხლა იყო 930 წელი და მოკვდა. ნუ თუ ვიტყვით ჩვენ რომ 1000 წელი წინაშე თვალთა შენთა უფალო ვითარცა გუშინდელი დღე, როგორც ეს ფსალმონში წერია, აქედან გამომდინარე, მაშინ ადამი მოკვდა იმ დღეს, როდესაც შესწოდა. იმიტომ რომ ზუსტად ესე უთხრა ღმერთმა. როგორც კი შესწოდავთ, ანუ როგორც კი შეჭამთ იმ აკრძალულ ხის ნაყოფს, მაშინვე მოკვდებით. მაშინვე მოკვდა შეიძლება, ანუ იმ დღესვე მოკვდა შეიძლება ესე ითქვას, იმიტომ რომ 930 წელი ზუსტად იმ 1000 წლეულშია. თუმცა კი რატომ ვერ სულიერად რა თქმა უნდა იმ წამსვე მოკვდა, მაგრამ ეს ერთდღიანი ციკლად თუ დავითვლით ამ 1000 წლეულს, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ნამდვილად ესე მოხდა, როგორც წმინდა წერილშია მითითებული, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი საინტერესო გარდამოცემა, რომელიც შეიძლება კი არ ეხებოდეს ახლა ამ ტექსტს, მაგრამ გეტყვით უბრალოდ საინტერესო ინფორმაციულად. რომ რატომ იცოცხლა 930 წელი და რა ის 70 წელი, რომელიც დააკლდა მას რა შემთხვევა იყო ეს. როდესაც ღმერთი სამყაროს ქმნიდა,
ადამიანს აჩვენა, როგორც ღმერთმა თვითონ იცის წინასწარ ყველაფერი, რა თქმა უნდა, სამყარო შექმნამდე დროში არ ცხოვრობს და ამ წამის 1000-ეთშიც ამ სიტყვას რო ვამბობ, წამის 1000-ეთს ესეც დანაშაულია ღმერთთან მიმართებაში, იმიტომ რომ არანაირ წამის 1000-ეთი არ არსებობს მასთან მიმართებაში. წარმოიდგინეთ, მან სამყაროს დასასრული და ისა დასაწყისი და დასასრული ყველაფერი იხილა. ანუ თითოეული ადამიანი იხილა და თითოეული ვინც დაიბადა და დაბადებულა და აწი დაიბადება, ყველაფერი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დროის მიღმიერია და ეს ყველაფერი უცბად ნანახი აქვს მას. ეს ჩვენი გონებისთვის შეიძლება ძნელი წარმოსადგენი იყოს, მაგრამ ცოტა მიახლოებითად აქ ადამიანური ენით წერია. აქ ჩვენ წავიკითხავთ, რომ ღმერთმა ინანა კაცის გაჩენა. რატომ წერია? იმიტომ რომ ადამიანურ ენაზე გელაპარაკება ბიბლია, შენ ვერ დაგიწყე. ამ ქვეყნიურს გელაპარაკებითო, მაცხოვარი ამბობს და არ გესმითო და ზეციურზე რო დაგიწყოთ ლაპარაკი, როგორ გაიგებთო. ამიტომაც ადამიანური ენით წერია ხოლმე ხშირ შემთხვევაში ბიბლიაში ეს ყველაფერი. და ნახეთ, ადამიანსაც აჩვენა ეს ყველაფერი, ეს წამიერი გაელვება შეიძლება ესე ითქვას მთელი სამყაროს. და ადამიანო იხილაო ახალშობილი ჩვილიო, რომელიც კვდებოდაო, იყო რაღაცა პატარა, უსუსური, იყო თურმე ძალიან რიჟა როგორ არის, წითური, ხო და რაღაცა ესეთი ბავშვი იყო თურმე, აი არავის რაღაც ხო და რა არავის არ ეცოდებოდა, მოკლედ მისი გასვლა რა დაახლოებით ესე შეიძლება იყოს და ამას შეეცოდა ძალიან, რა ეს უსუსური ბავშვი და ადგა და თავისი ცხოვრების 70 წელი მას აჩუქაო. ხო, ესეთი გადმოცემა არსებობს. მაგრამ ეს ბავშვი ვინ იყო თუ იცით? ეს იყო დავით მეფსალმუნე, იმიტომ რომ ის მოკვდა ზუსტად 70 წლის. ამიტომ მან რაც აჩუქაო ზუსტად იმდენი იცოცხლა. ესეთი გადმოცემა არსებობს, ეს რა თქმა უნდა, ეხლა წმინდა წერილის გარეშე, რაღაცაც ჩვენ გითხულობთ ხოლმე ებრაულ გადმოცემებში. 930 წელი, როგორც უკვე მოგახსენეთ ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ დავუბრუნდე ამ თემას, რასაც ქვია კაენის, აბელისა და სეითის ძმობა. აი ძმობა სიმბოლურად აქვს ავებს ესე განმარტებული, რომ კაენი შეიძლება იქნას შედარებული როგორც მიწიერ ადამიანთან, მხოლოდ მიწიერ საზრუნავზე რო არის გადაგებული და ამისთვის ყველაფრისთვის მზად არის. აბელი არის შედარებული ზეციერ ადამიანთან, სულიერ და ზეციერ ადამიანთან და სეითზე არის ლაპარაკი, რომ ის არის შუაში მიწიერსა და ზეციერ შორის. აი, უფრო მშვენიერი ადამიანია, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს საით წავიდეს. იმათ უკვე თავიანთი არჩევანი გაკეთებული აქვს. კაენსაც და აბელსაც, ესე იგი, მაშინვე როგორც კი იწყება მათი ცხოვრება, ფაქტიურად განსაზღვრული აქვს, რომ კაენს რა უნდა ზუსტად იცის, აბელს რა უნდა ზუსტად იცის, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ეხლა იმ სამყაროში დაიწყებს საქონლის მოშენება, სადაც ხორცს არ ჭამენ. ნუ ეხლა ეს ხო პირდაპირ მნიშვნელობით ეხლა სისულელე გამოდის, ხო რატომ უნდა ეხლა რაღაც ქვეყანაში სადაც თქვათ არ გამოიყენება, რა ვიცი, ალკოჰოლური სასმელები, ახლა იქ რო ალკოჰოლური სასმელების მოყვანა დაიწყო, ხო ერთი დაგიჭერენ ყველაფერს თავი დაანებო. ეხლა ირანში რო თქვათ დაიწყო რაღაც ალკოჰოლური სასმელების ბიზნესი, ხო? შესაბამისად კაენმა ზუსტად იცის რაღაცა განსაზღვრება რაც აქვს, მან იცის რომ ეს ცხოველები არაფერში არ არგია, ამიტომ უნდა მიწის მსახური იყოს. აბელმა სამაგერო ზუსტად იცის რომ სხობშეწირვა აუცილებელია, იმიტომ რომ ცოდვით დაცემული მამამისის თანაზიარია ის ამ ცოდვისა და ცოდვას მონანიება სჭირდება და სხობშეწირვის გარეშე მონანიება არ არსებობს. ეს სხობშეწირვა არ გეგონოთ, რომ აუცილებლად სხვა არ უნდა და სხობშეწირვა რა არის? სული შემოსრული და გული შემოსრული. ერთმან არა შეურაცხყოფს და ეს არის სწორედ სხობშეწირვა ადამიანის. აქედან გამომდინარე, ნახეთ რატომ არის დალაგებული ეს რომ ერთი თქვათ ზეციური და როგორ ხასიათდებიან ისინი წმინდა მამათა მიხედვით, რომ ეს სულიერი, ანუ ზეციური ადამიანი არის მისი ცხოვრების წესით ესეთი, რომ მზად არის თვითონ იტანჯოს და სხვები იყვნენ კარგად. მეორე მიწიერი ადამიანი არის ის, რომელიც ოღონდ თვითონ იყოს კარგად და აბსოლუტურად ყველა შეუძლია გაწიროს და ასეც მოიქცა მან, როდესაც მოკლა თავის საკუთარი ძმა. რაც შეეხება მშვენიერ ადამიანს, რომელმაც არჩევანი უნდა გააკეთოს. ესეთი შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობა. ესენი ყველაზე მეტად უმრავლესობაში არიან, რომლებმაც უნდა გააკეთონ ეს არჩევანი. ეხლა ამ სულიერსა და ამ მიწიერს შორის. აქედან გამომდინარე, ნახეთ, თითოეულ ჩვენგანს მოგვეთხოვება ეს, რომ რაღაცნაირად სეითის როლში ხარ, ეხლა აქ როცაზე ხარ. თუნდაც ეკლესიაში რომ დადის ადამიანი, თქვენ არ გეგონოთ, რომ ეკლესიაში სიარული რაღაცის გარანტიაა. ეკლესიის გარეშე გადარჩენა შეუძლებელია.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესიის გარეთ სადმე კიდე არსებობს გადარჩენა. ჩვენ თუ მოგვეცა საშუალება დღეს ნოეს კიდობანზე თუ დავიწყეთ ლაპარაკი, თქვენ ნახავთ იქ, რომ შეუძლებელია ნოეს კიდობნის გარეთ ვინმე გადარჩა, ისევე ვერ გადარჩება ეკლესიის გარეთ ვერავინ. მაგრამ საქმე რაში არის, იცით რომ ეკლესიაშიც რო ხართ, ესეც არ ნიშნავს ამ გარანტიას, რომ აუცილებლად გადარჩება ადამიანი და რატომ? ამ კიდობანში ისიც და იაფე სემი კამი და იაფეთი ხო იყვნენ სამი ძმები და კამიც იჯდა და კამი დაიწყევლა ხო კამის დამომავლობა. იმიტომ რომ ცოდვამ იმ კიდობანში შეაღწია. ამიტომ ეკლესიაში უცოდველი ადამიანები კი არ არიან, მაგრამ თვითონ მათი დამოკიდებულება როგორია. აი როგორც უფალი ამბობს, ნახეთ, ან ცხელი უნდა იყო და ან ცივილდა. თუ ნელთბილი ხარ, ამოგანთხევ პირისაგან ჩემსა. რატომ? არც ცხელი წყალი და არც ცივი წყალი არ ფუჭდება და ნელთბილი ყოველთვის ფუჭდება. აი ეს მდგომარეობა, რომ რაღაცა ხრწნას იწყებს ეს წყალი და ესეთი ადამიანის მდგომარეობა, რომელიც თვითკმაყოფილია. რომელმაც რაღაცა შეიძლება სიმდიდრე მოიპოვა კიდადის ეკლესიაში, მაგრამ ფიქრობს, რომ ღმერთზე კი არ არის მინდობილი. ფიქრობს, რომ ახლა აგერ ფული შევა ყველაფერი აქ ეკლესიაშიც მივიდა იქ აღსარებას თქვა კიდეც ეზი არა ის, მაგრამ ის ძიება არა აქვს, რომ რაღაცნაირად სულიერი წინსვლას განიცდიდეს ეს ადამიანი და გამუდმებულად რაღაც საფეხურებრივად წინ მიდიოდეს, არ აქვს მსგავსი განცდა და არც მოთხოვნილება არ აქვს ამისი. თვითკმაყოფილება არის ეს და დიდი უბედურებაა მინდა გითხრათ ეს ადამიანისთვის, როდესაც ის ამ მდგომარეობაშია და რო ფიქრობს, რომ ეხლა საკმარისია და ამაზე მე დანარჩენი მონაზვნებმა ესე იგი იღვაწონ, მე არ მეხება ეს საკითხი. ნამდვილად არ არის ესე. მონაზვნებს თავისი ჯვარი აქვს, მაგრამ შენი ჯვარი გაქვს და ამ ჯვარს არ უნდა გაექცე არავითარ შემთხვევაში. ამიტომაც ძალიან ბევრ ადგილას ჩვენ ნახავთ სახარებაში ესეთ ტექსტს, რომ როგორო ჩვენ არ გეუბნებოდითო უფალო და განვედით ჩემგან არ გიცნობთ თქვენ უფალი ეუბნება, იმიტომ რომ მოდის ვიღაც ეკლესიაში შეიძლება უფალოს კი ეუბნება, მაგრამ რო გადის ეკლესიიდან, ესე იგი აბსოლუტურად მიწიერ ცხოვრებას იწყებს კაინივით. შემოდის ეკლესიაში და ცდილობს გახდეს სეითი, მაგრამ არ ცდილობს რომ გახდეს აბელი. ამიტომაც მათი სულიერი ესეთი მდგომარეობა, ეს აბელი რო გახდე, ნუ ეს დიდი სიწმინდეა ძალიან, წარმო თავგანწირვა. ქრისტე არის პირველ რიგში ესეთი, რომელიც მას ყველასთვის თავი გაწირა, ხო? ანუ შენ იყო ცუდად და ყველანი იყო კარგად, ესეთი გრძნობათ, რომ თუ შეუძლია გქონდეს ადამიანს შინაგანად და ეს განახორციელოს კიდე ცხოვრებაში, ეს ყველაზე დიდი რამ არის მის სულიერ ასპარეზზე. ამის შემდგომ ნახოთ, იცოცხლა სეითმა 105 წელი და შვა ენოქი. იცოცხლა სეითმა ენოქის დაბადების შემდეგ 8-7 წელი და შვა ძენი და ასულნი. აი ესე ძენი და ასულნი ხედავთ და სახელი მხოლოდ ენოქი დასახელდა. სრული ხანი სეითისა იყო 912 წელი და მოკვდა. იცოცხლა ენოქმა 90 წელი და შვა კაინანი. იცოცხლა ენოქმა კაინანის დაბადების შემდეგ 815 წელი და შვა ძენი და ასულნი. სრული ხანი ენოქისა იყო 905 წელი და მოკვდა. იცით რა საინტერესო არის, რომ ჩვენ ეგივე სახელები გასულ შეხვედრაზე წავიკითხეთ კაინის შთამომავლობაშიც. დიდად კი არ განსხვავდებიან ეს სახელები. ქართულ ენაში ნამდვილად არ განსხვავდებიან, მაგრამ ებრაულში როგორც უკვე მოგახსენეთ, აი აქ გამეორდა მაგალითად ენოქი, გამეორდა მათუსალა განმეორდება კიდე, ну, რამდენიმე სახელი განმეორდება, მაგრამ მე გითხარით მაშინ მათი სახელების მნიშვნელობაც. აქაც თითოეულ სახელს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არ გეგონოთ რომ იგივე. და რატომ? ერთნაირად კი ჟღერს თითქოს ქართულ ენაში, შეიძლება თითო ბგერა იყოს აქ განსხვავება, მაგრამ ებრაულ ენაზე ვინც იცოდა ამ ტექსტის კითხვა, აბსოლუტურად სხვანაირად გამოითქმის მათუსალა კაინის შთამომავლობაში როა და აბსოლუტურად სხვანაირად გამოითქმის იგივე მათუსალა, რომელიც უკვე სეითის შთამომავლობაშია. მაგალითად, კაინის შთამომავლობაში მყოფ მათუსალას ქვია, რომ ადამიანმა ინატრა სიკვდილი, ანუ სულიერად ისეთი დეგრადაციას განიცდის მის ესე იგი პატრიარქობაში, ის არის უხუცესი თქვა თავისი გვარისა, ხო, ერი, რომ სიკვდილი გაუხდათ სანატრელი ამ ადამიანებს, აუტანელია ცხოვრება. და აქ რომ მათუსალა სეითის, აქაც იგივე სახელია თითქოს, მაგრამ აქ სიკვდილის სანატრელი კი არ არის, აქ პირიქით სიკვდილის გამდევნელად ითარგმნება ეს ადამიანი. ის თუ სიკვდილის მომყვანებელია, სიკვდილის გამდევნელია. არის გარდამოცემა, რომ ეს ადამიანი თქვა კურნალი იყო და შეეძლო ემკურნალა ავადმყოფისთვის და ამიტომ სიკვდილი იტოვებდა ადამიანს და შესაბამისად ამიტომაც დაერქვა მას ეს სახელი, თუმცა კი ბავშვობაში არ ქმნიდნენ სახელს და ყველა სახელი საწინასწარმეტყველო სახელია, მე სადღაც გითხარით, კვლავ
ვაგიმეორებთ, ბიბლიური სახელების ყველა საწინასწარმეტყველო სახელებია, ესე ერქმეოდათ მათ. და ამიტომ ეს სახელები ცოტა ბევრია. შეიძლება ერთმანეთში რაღაცა აგერიოთ, მაგრამ რომ იცოდეთ, მნიშვნელობით ერთმანეთისგან აუცილებლად განსხვავდებიან და ყველა სახელი განაპირობებს მისი პატრიარქობის ხანის რაღაცა ცხოვრების ეპიზოდს. ეპიზოდს კი არა, უკაცრავად რაღაც აი მის სულიერ მდგომარეობას, იმიტომ რომ იქ თუ ხო გეუბნებით მათუსალა განასახიერებდა იმას, რომ ხალხი სიკვდილს ნატრობდა, ისეთი დაცემულობა იყო, აქ პირიქით სულიერად აღზევებულები არიან და სულიერ სიცოცხლის ზეიმია. იცოცხლა კაინანმა 70 წელი და შვა მაჰალაელი. იცოცხლა კაინანმა მაჰალაელის დაბადების შემდეგ 840 წელი და შვა ძენი და ასული. სრული ხანი კაინანისა იყო 910 წელი და მოკვდა. იცოცხლა მაჰალაელმა 65 წელი და შვა იარედი. იცოცხლა მაჰალაელმა იარედის დაბადების შემდეგ 830 წელი და შვა ძენი და ასული. რატო არის ესე დაკონკრეტებული? კიდევ ერთხელ გავიმეორებ. მათი ასაკები როდის რამდენი ხანი იცოცხლა თქვა სანამ შობდა და შობის შემდეგ რამდენი წელი შეეძინა და ჯამში რამდენი გამოვიდა. იმიტომ რომ მხოლოდ მათი ასაკია დასახელებული, ვისი სახელით სახელდება. ბიბლია აქებს ამ ადამიანებს. იცოცხლა იარედმა 62 წელი და შვა ენოქი. იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ 800 წელი და შვა ძენი და ასული. სრული ხანი იარედისა იყო 962 წელი და მოკვდა. აი კიდევ ერთი რამ ესეთი უწარგეთ. ეხლა ენოქს მივადექით და მინდა იცოდეთ მის შესახებ ორიოდე სიტყვით გეტყვით. იცოცხლა ენოქმა 65 წელი და შვა მეთუშალა. ეს მათუსალა ესე იგი რომელზეც ვილაპარაკეთ. დადიოდა ღმერთთან ენოქი მათუსალას დაბადების შემდეგ 300 წელი და შვა ძენი და ასული. სრული ხანი ენოქისა იყო 365 წელი. დადიოდა ღმერთთან ენოქი, კიდევ მეორდება იგივე ფრაზა და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა. ენოქის შესახებ არის გარდამოცემა, რომ ის ცოცხლად იქნა ატაცებული ზეცად, რადგანაც ძალიან დიდ სიწმინდეს მიაღწია ამ ადამიანმა და ძალიან ადრეულ ასაკში მინდა გითხრათ. ეს არის 365 წელი, ყველაზე რო შემოვყევით, ნახეთ, 900 ქვემოთ არ ჩამოვსულართ, მე მგონი არც ერთზე. მხოლოდ ენოქსია ლაპარაკი, რომ ის 365 წლის შემდეგ იყო და აღარ, ანუ არსად არ წერია რომ მოკვდა, ვერსად ვერ ვნახავთ. ამიტომაც არსებობს ესეთი გარდამოცემა, რომ მეორედ მოსვლის წინ, არსებობს კი არა, უბრალოდ მე შემიძლია ეხლა გაჩვენოთ ეს. გამოცხადება იოანესი, ეს არის მე-11 თავი. და ნახეთ როგორ რამე წერია. და მესამე მუხლია, მე-11 თავის მესამე მუხლი. და მივცემ ორ მოწმეს ჩემსას და იწინასწარმეტყველებენ 1260 დღე ძაძით მოსილნი. ესენი არიან ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომელიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე. ეს ორნი არიან ენოქი და ილია წინასწარმეტყველი. ისინი მოვლენ აუცილებლად აქ რაზეც სახელი არც ერთის არ წერია, მაგრამ მიგვანიშნებს ახლა ჩვენ თვითონ წიგნი ამის შესახებ. თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს და თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ამგვარად მოკლული უნდა იქნეს. ამათ აქვთ ხელმწიფება ზეცის დახშვისა, რათა არ წვიმდეს წინასწარმეტყველების მათის დღეებში. ილია იყო ესეთი, რომელმაც უბრძანა ზეცას და არ უწვიმია 3 წელიწად ნახევარს. და აქვთ ხელმწიფება წყალთა მიმართ, რათა აქციონ სისხლად და მოსწყლან ქვეყანა, როდესაც ნებავთ ყოველგვარი წყლულით. ეს უკვე ენოქის შესახებ არის ლაპარაკი, რომელიც სასწაულებს ახდენდაო, არის ესეთი გარდამოცემა. და როდესაც აღასრულებენ წინასწარმეტყველებას მათსას, მხეცი უფსკრულიდან ამომავალი შეებრძოლება მათ და შემოსრავს მათ და მოაგვდინებს მათ. მათი ცხედრები დაიყრება მოედანზე დიდი ქალაქისა, რომელსაც სულიერად ეწოდება სოდომი, ეგვიპტე, სადაც ჯვარსაცვეს მათი უფალი. და მრავალნი ხალხთა ტომთაგან და ენათაგან ერთაგან 3 დღინახევარს უყურებენ მათ და არავის დაანებებენ საფლავად დადებას მათსას. მე-11 თავზე მუხლზე გადავხტები. მაგრამ 3 ნახევარი დღის შემდეგ სიცოცხლის სული შევიდა მათში ღვთისაგან და ორივენი წამოდგებიან ფეხზე და თავზარი დაეცემა ყველას, ვინც კი უმზერდა აი ამ ფაქტს. ეს გახლავთ გამოცხადება აპოკალიფსის წიგნი, თავი მე-11, სადაც მინიშნებითად სახელები არ სახელდება, მაგრამ საუბარია ამ ორის შესახებ და რატომ ამ ორის შესახებ? იმიტომ რომ მათ სიკვდილი არ განუცდიათ.
ისინი მოკვდებიან სწორედ ანტიქრისტესგან, ანტიქრისტეს ხელით, რადგანაც ანტიქრისტეს მამხილებლები იქნებიან. ეს წიგნი არის მეორედ მოსვლის შესახებ, ბოლო ჟამის შესახებ უბრალოდ რა იქნება მეორედ მოსვლამდე, ამიტომაც ეს ვერსია მამებისაგან მიღებულია, რომ ეს ორი წინასწარმეტყველი მოვა და იქადაგებს, ილია იქნება კონკრეტულად ებრაელთათვის, რომელიც იქადაგებს და მოუწოდებს მათ სწორი სარწმუნოებისაკენ და ენოქის სხვა ყველა დანარჩენ ხალხს, თუმცა კი ანტიქრისტესგან, როგორც გითხარით უკვე, ისინი მიიღებენ სიკვდილს, რადგანაც მათ სიკვდილი არ განუცდიათ, ისე მოხდა მათი ზეცაში ატაცება, რადგანაც სრულიად გაუგებარია ეს ტექსტი, ყველაზე თუ წერია, რომ იცოცხლა რამდენი წელი და მოკვდა, ამის შესახებ ნახეთ წერია, რომ დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო. რას ნიშნავს აღარ იყო? რადგან წაიყვანა იგი ღმერთთან. იცოცხლა მათუსალამ 185 წელი და შვა ლამექი. იცოცხლა მათუშალამ ლამექის დაბადების შემდეგ 774 წელი და შვა ძენი დაასრულე, სრული ხანი მათუშალასი იყო 969 წელი და მოკვდა. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი, ვინც ჩვენ ვიცით მათუსალამ, იცოცხლა ყველაზე მეტი. იცოცხლა ლამექმა 182 წელი და შვაძე და უწოდა მას სახელად ნოე. მოვადექით ჩვენ ახლა ნოებს ამბავზე უნდა დავიწყოთ ლაპარაკი. უბრალოდ მამამის ქვია ლამექი, ეს დაიმახსოვრეთ, რადგანაც ის ლამექი, რომელიც სემის კაინის თავმავლობაში იყო და ამ ლამექს შორის რა განსხვავება არის, რომ დავინახოთ. იცოცხლა, ესე იგი, უწოდა მას სახელად ნოე. ასე თქვა, ეს გვანუგეშებს ჩვენს შრომასა და ჯაფაში ამ მიწაზე, რომელიც დასწყევლა უფალმა. რას ნიშნავს, რომ ეს გვანუგეშებს ჩვენ ეს ადამიანი? ნოე შედარებულია ქრისტესთან. იმიტომ რომ ნუგეშინის წემელი მხოლოდ ამ შემთხვევაში ნუგეში ვინც მოიტანა დედამიწაზე, დაწყევლილ მიწაზე ნუგეში ვინც მოიტანა, ეს იყო ქრისტე, იმიტომ რომ მან თავისი ჯვრით მოახერხა გამოხსნა, მაგრამ რას ნიშნავს, რატომ არის ეს შედარება გაკეთებული ნოესი ქრისტესთან? იმიტომ რომ კიდობანი არის სიმბოლურად ეკლესიის წინასახე. და ეკლესიის აღმშენებელი, სულიერ ეკლესიის, რა თქმა უნდა, გახლავთ თვითონ მაცხოვარი. რადგანაც ამბობს, რომ კლდესაზე და აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდენ მას. ანუ თვითონ ქრისტე ამბობს ამას, რომ მე უნდა ავაშენო ეკლესია, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან. ისევე როგორც ნოეს აქვს კურთხევა მიცემული, რომ უნდა ააშენოს ეს ეკლესია და ამ ეკლესიაში უნდა შეიყვანოს მან ხალხი, რომლებიც გადარჩებიან. თუმცა კი მისი ოჯახის წევრების გარდა მას არავინ არ მოусმენს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი გახრწნის ხანა და პერიოდი. ჩვენ ამაზე, როდესაც დავიწყებთ ლაპარაკს კიდობნის შენებლობაზე, აუცილებლად დაუბრუნდებით და ვიტყვით. იცოცხლა ლამექმა ნოეს დაბადების შემდეგ 595 წელი და შვა ძენი დაასრულეს. სრული ხანი ლამექისა იყო 777 წელი და მოკვდა. 90 წლისა იყო ნოე, როცა შვა სემი, ქამი და იაფეტი. ამითი მთავრდება ესე იგი ეს ტექსტი. თუმცა კი აქ რაღაცა მე ვფიქრობ, რომ ამ ტექსტში შეცდომა უნდა იყოს. მე უნდა ვნახო ინტერნეტ ვერსია. იმიტომ რომ ერთი წუთით ჩვენ გვინდა დაბადების წიგნის მეხუთე თავი. კი. შეცდომა. ნახეთ როგორ წერია. დაიყო ნოე წელიწადთა 500-თა და შნა ნოეს სამნი ძენი, სემ, ქამ და იაფეთ. 90 არ ვიცი ალბათ ხომიტე რა ესე მახსოვდა მეც და გამიკვირდა ეხა 90 წლის. პირდაპირ წერია ტექსტში. იყო ნოე წელიწადთა 500-თა. იმიტომ რომ ამას თავისი განმარტება აქვს. რატომ იყო 500 წლის? იმიტომ რომ თავისი შესაფერისი ცოლი ვერ ნახა მან, ვერ იპოვა. გახრწნილი იყო მთელი კაცობრიობა და არ უნდოდა ვიღაცა ისეთის მოყვანა, ვინც არ შეეფერებოდა მის თქვათ რაღაცა ზნეობრივ კანონებს და აქედან გამომდინარე მან 500 წლის განმავლობაში არ მოიყვანა ცოლი როგორც ჩანს და ამის შემდგომ მოიყვანა. თუმცა კი მე თქვენ გითხარით გასულ საუბარში რომ
თუბალკაენის დას ერქვა ნოემა. ესეთი ტექსტი წერია მეოთხე თავის 22 მუხლში. წმინდა მამები ამბობენ, რომ ეს იყო ნოემა, კაენის შთამომავლობიდან, რომელიც შეირთო ნოემ, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ კაენის შთამომავლობაში იყო, გამოავლინა რაღაცა ისეთი ზნეობრივი კანონები, ან მოინანია თავისი ცოდები ყოველ შემთხვევაში, რის გამოც ის ნოეს ცოლი გახდა. თუმცა კი ამას ბევრი მამა ესე არ ამბობს. ზოგიერთები ემხრობიან ამ ვერსიას, რომ კი ეს ნოემა, რადგანაც სახელი დასახელდა შემთხვევით არაფერი არ შეიძლება იყოს ბიბლიაში, რადგანაც დასახელდა სახელი, რომ ამის დას ქვია ნოემა, რა შუაშია საერთოდ ეს ტექსტი, თუ კი ის არ არის ნოეს ცოლი. მაგრამ ორივე ვერსია ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ სხვადასხვა მამებთან თუ შევხვდება, ამაში ახლა დანაშაული არაფერი არ არის, ხა ეს ნოემა იყო ნამდვილად თუ არ იყო, ფაქტი ერთია, რომ ნოე თავის ცოლ-შვილთან ერთად გადარჩა, როდესაც მან კიდობანში შეიყვანა თავის ცოლ-შვილი, მაგრამ რატომ არის იცით უფრო ისეთი დასაყრდნობი ვერსია ეს, იმიტომ რომ მისი შვილი ქამი ცოტა სხვა ჯიშზე წავა. ნოეს არ დაემსგავსება იმას სემისგან და იაფეტისგან განსხვავებით. ამიტომაც არსებობს ესეთი ვერსიაც, რომ აი ამ ნოემას საშუალებით მაინც შევიდა კიდობანში, შეაღწია რაღაცა ცოდვის გადმონაშთმა და რაღაცა ამ ცოდვის მდგომარეობამ, რომ აი აისახა და ქამი თქვათ ესეთი გამოვიდა მისი ერთ-ერთი შვილთაგან. ამიტომაც მოკლედ მე ვფიქრობ, რომ ვეთანხმები უფრო სწორად, რომ ალბათ ეს ქალბატონი იქნებოდა ნოეს ცოლი. თავი მეექვსე, როდესაც ადამიანებმა გამრავლება იწყეს დედამიწაზე და ასულები შეეძინათ, დაინახეს ღვთისშვილება, რომ მშვენიერი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. ნახეთ, ბიბლიის ტექსტი, ვითომ ერთი წაკითხვით ესე რაღაცას, მაგრამ ყოველთვის გეუბნებით, რომ რაღაცას მიგანიშნებს და რაღაცას ყოველთვის დაინახეს მშვენიერი იყვნენ და მოყავდათ. არ გეცნობათ ეს ტექსტი? ევამ ნახე რა ქნათ? დაინახა, მშვენიერი იყო და აიღო. ამიტომაც აქ რაზე არის ლაპარაკი? დაინახეს ღვთისშვილებმა, ანუ სემის შთამომავლობაზეა ლაპარაკი. ღვთისშვილები მათ ქვიათ, დაინახეს, რომ კაენის შთამომავლობაში კარგი გოგოები ჩდებიან, გარეგნობით ლამაზები და დაიწყეს მათი მოყვანა ცოლა. რაც ნიშნავს გახსნილების დასაწყისს მინდა გითხრათ. რატომ ეხლა თქვენ თქვით, რომ თუ კი ეს კარგია და ღვთისშვილია და კარგი ადამიანია და მოყავს მას ესეთი იქნება თავის ჭკუაზე მოიყვანოს და პირიქით ცუდი კი არა კარგი გამოვიდეს. აი ესეთი სტატისტიკა არ ვიცი ხა რა ნამდვილად არ მაქვს ჩატარებული, მაგრამ თქვენ რამდენი შეგიძლიათ დამისახელოთ, რომ კარგმა და ცუდმა დაიწყო ერთად ცხოვრება და ცუდი კარგი გახდა. პირიქით რო ხდება, ამას დაგისახელებთ, რამდენსაც გაგიხარდებათ იმდენს. მაგრამ აი ესე რო ხდებოდეს არა. ამიტომაც როგორც კი შემოდიან ეს ქალები ამ ოჯახში, მაშინვე შემოაქვთ თავიანთი ტრადიციები. აუცილებლად თავისი ტრადიციები, იქ რაღაცა მამა-პაპისეული, რომ ეს მამაჩემი ასე შვებოდა, თქვათ, იქ ისე ლოცულობდა, აქ ესე აკეთებდა. ამიტომაც თანამედროვე ახალგაზრდებს ეკლესიაში რო დადიან და სადღაცას გარეთ იყურებიან, ყოველთვის ეუბნები, შეეცადე რომ შეირთო ეკლესიური ცოლი. და შეეცადე, როდესაც მეკითხებიან ოჯახის შექმნაზე, აი ხა ეს ფაქტიურად ამაზეა ლაპარაკი, ხო, პირველი მუხლი, მეექვსე თავისა დავიწყეთ. როდესაც ოჯახის შექმნაზე მიდგება ლაპარაკი, ადამიანები ერთმანეთს აფასებენ, ესე იგი, მხოლოდ გარეგნული მხარე. შეხედა და მოეწონა ახლა იმას რაღაცა კარგი მკერდი აქვს და ეს სიტყვა საერთოდ მაგიჟებს, კაცო, სექსუალურად გამოიყურებაო. რა უბედურებაა, ხა სექსუალურად რო გამოიყურებათ? მართლა ძალიან იმას ყურში მხვდება ძალიან ცუდად და ძალიან არ მომწონს ამას, როდეს ჯერ თვითონ ქალი უნდა გრძნობდეს შეურაცხყოფილად თავს. ესე იგი, თუ ვიღაცა მას აფასებს როგორც სექსუალურ ქალბატონს, გამოდის რომ ერთი მიზნის გარდა ამ ქალისგან არაფერი არ უნდა მას. მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს. ცხოველური ჟინის დაკმაყოფილება. არ აინტერესებს შიგნით რა დევს, რა გონება აქვს, რა სულიერი მოთხოვნილებები აქვს, მხატვარია, მწერალია, ის არის რა ქვია, საპოჟნიკია უკაცრავად გამოთქმისთვის. ამიტომაც, როდესაც შეფასება ხდება, რომ სექსუალურად კარგია და თურმე ტუჩები აქვს დაბერილი თუ არ ვიცი ის რაღაცა გადიდებული სხეულის რაღაცა გარკვეული ნაწილები, აქედან გამომდინარე გაკეთებული დასკვნაზე, ამიტომაც არის რომ ყველაზე დიდი რიგი საპატრიარქოს კაბინეტებთან დგას, იქ სადაც ხდება განქორწინების საბუთების შეტანა. აი ეს არის ჩვენი უბედურება, მეტი არაფერი. ამიტომაც
ყოველთვის ველაპარაკები ხოლმე ახალგაზრდებს, პირად საუბრებშია ძირითადად ეს რა თქმა უნდა და ისედაც ხა ქადაგებაშიც ყოველთვის თუ მე მომეცემა საშუალება ვეუბნები რომ ეკლესიურები უნდა დაქორწინდნენ ერთმანეთზე, რომ ეს ეკლესიური ტრადიციები შეინარჩუნონ. ამიტომაც მამაკაცის მხრიდანაც ეს დანაშაულია, რა თქმა უნდა, ეს ღვთისმშობლები კარგად კი არ იქცევიან. მისი მხრიდანაც დანაშაულია, რომ დაინახა, კარგია და მოიყვანა, ეშმაკი ყოველთვის ცდილობს რაღაცა დაანაწევროს და ერთმთლიანობაში არ გაჩვენოს. აი რაღაცა დანაწევრებულს გაჩვენებს და ესე დანაწევრ რაღაცა მოსწონს ახლა გაბერილი ტუჩი და ამისთვის მოიყვანა, იქნება ხასიათი აქვს საზიზღარი, კაცო. ერთმთლიანობაში არ უნდა ნახო? უნდა ნახო, ვინ არის რა ოჯახის შვილია. უნდა მიხვიდეთ, რომ უნდა ნახო, რომ ეს ვიღაცის ქალიშვილია, ასეთი დედა და მამა ყავს. ვიღაცის დედმამიშვილია, ასეთი დები და ძმები ყავს. ვიღაცას თქვათ იქ ამ ეკლესიაში დადის ასეთი მოძღვარი ყავს, ასე ცხოვრობს, ეს ფილმი მოსწონს, პოეზიითაა გატაცებული. რაღაცნაირად სულიერად უნდა დაინტერესდე, რომ რითი იკვებება ეს ადამიანი. თუ შენ ფიქრობ მასთან რაღაცა მომავლის დაკავშირებას და თუ მხოლოდ ესე იგი გარეგნობით მისმა სექსუალურობამ უკაცრავად და მოგხიბლა, ერთი 10 წლის მერე აღარ იქნება სექსუალური ის. შეიძლება 10 წელიც ვერ გაძლოს მისმა სექსუალურობამ და 5-ში გაუვიდეს ვადა. და რა შვები მერე? რას აკეთებს მერე ადამიანი? არაფერი, იწყებს ახალი სექსუალური ძებნას. აი ეს არის დღევანდელი ტრაგედია. ამიტომ არ გეგონოთ ეს ნოეს დროს მოხდა და დამთავრდა ამით ყველაფერი. არა, დღევანდელი ტრაგედია. და რატომ გავამახვილე მე ამაზე ყურადღება მინდა გითხრათ? იმიტომ რომ ჩვენ ახლა წარღვნის წინანდელ პერიოდს გითხულობთ. წარღვნის წინანდელი პერიოდი კარგად უნდა შეისწავლოს ადამიანმა, თუ კი აინტერესებს, როდის იქნება მეორედ მოსვლა. იმიტომ რომ აბსოლუტურად ერთი და იგივე ნიშნები იქნება. ეს სახარებაში წერია, ჩემი მოგონილი არ გეგონოთ. პირდაპირ ამბობს მაცხოვარი, რომ როგორც ნოეს დროს იყო, ჭამდნენ, სვამდნენ, იქორწინებოდნენ და განქორწინებდნენ, სწორედ ისეთი იქნება მეორედ მოსვლის დროს. ეხლა მე თქვენ გეკითხებით, რომელია აკრძალული და რომელია დარღვევა? ჭამა, სმა, ქორწინება თუ გათხოვება? იქორწინებოდნენ და განქორწინებდნენ, ქართულად ნიშნავს, რომ მოყავდათ და თხოვდებოდნენ. რომელი აქედან აკრძალული? არც ერთი, მაგრამ საქმე რაში არის, იცით? ისე ჭამდნენ, როგორც არ შეიძლებოდა. და ამაში გულისხმობენ წმინდა მამები, რომ მათ უკვე დაიწყეს ხურცის ჭამა და არ იცოდნენ, როგორ უნდა ეჭამათ და ჭამდნენ სისხლიანს, რაც აკრძალულია. ძველი აღთქმის ყველა კანონი ამას ძალიან მკაცრად იმეორებს და ეს ახალ აღთქმაშიც კანონი გახლავთ, არ გეგონოთ ძველი აღთქმის ჩარჩენილი კანონი. ახალ აღთქმაში ჩვენ მოციქულთა საქმეში ვკითხულობთ, რომ პირველი კრება, როდესაც შედგა მოციქულთა, პირველი კანონი რაც მიიღეს, რომ აკრძალულია მძორის და სისხლიანი ხორცის ჭამა. რატომ? იმიტომ რომ ცხოველის სისხლში არის მისი სული. ეს ბიბლიაში წერია. რას ნიშნავს მისი სული? აი ეს გენეტიკური კოდი, რომლითაც ეს ცხოველი მისი სამშვინველი ასე მოქმედებს. მაგალითად, ძროხამ რო იცის რა უნდა გააკეთოს და თხამ თავისი საქმე რო იცის, ეს სწორედ სისხლში უდევთ მათ ეს გენეტიკური კოდი. ამიტომაც თუ კი ადამიანი ამას იღებს, ემსგავსება აი ამ ცხოველს. ამიტომაც ყველანაირი სისხლიანი საკვები აკრძალულია და მათ მაშინ არ იცოდნენ ეს, ნელ-ნელა იწყებენ ხორცის ჭამს, საიდან ჩდება ეს, იმიტომ რომ როგორც კი გამოდიან კიდობნიდან, ღმერთი მათ მისცემს კურთხევას, რომ ხორცის ჭამა დაიწყონ ოღონდ სისხლის გარეშე. იმიტომ რომ ამას მაინც აკეთებდნენ. და არის გადმოცემა, რომ პირდაპირ ესე იგი რაღაც ცოცხალ იმას ხეთს რაღაცას ასას დაიჭერდნენ, პირდაპირ აჭრიდნენ, სანამ მოკლავდნენ, ესე იგი ცოცხალი რო იყო ნაჭრებს და ესევე სისხლიანს მიირთმევდნენ და სისხლს სვავდნენ და ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული. აქედან გამომდინარე, ჭამა, ესე იგი არასწორად ხდებოდა. სმას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ ნოეს შესახებ არის გარდამოცემა, რომელიც გადმოყვა ნოეს ამ ახალ სამყაროში, იმიტომ რომ იმას ერთი სამყარო, პირველი სამყარო ქვია, ამას მეორე სამყარო. წარღვნამდელი სამყარო აბსოლუტურად სხვა იყო. წარღვნამდელ არქეოლოგიურ გათხრებს რო ატარებენ ან ცხოველებს, ან რაღაცებს რო აკვირდებიან, აბსოლუტურად სხვა აგებულება და სხვა, ესე იგი, მდგომარეობა აქვთ მათ. და ამაზე ჩვენ ვილაპარაკებთ, როდესაც უშუალოდ წარღვნაზე დაიწყება ლაპარაკი. ეხლა ნახეთ, რატომ ნოეზე რატომ წერია ეს? იმიტომ რომ როგორც კი ნოე გამოვიდა კიდობნიდან, პირველი და გააკეთა ვაზი დარგო, მოიყვანა ამის ნაყოფი და დათვრა. ამიტომაც მამები წერენ, რომ ნოე მართალი კაცია, კი ბატონო არის მართალი, მაგრამ მსმელი მართალი კაცია. ის სვავდა.
და ეს იყო სწორედ იმ საზოგადოების პრობლემა, რომელიც ცოტა ნოეს გამოყოლილი აქვს. ამიტომაც ნოეს შესახებ წერია, რომ ის იყო მართალი კაცი თავის მოდგმაში, რას ნიშნავს თავის მოდგმაში? ანუ თავის თანამედროვეობაში. მას რომ ეცხოვრა ა ブラ ამის დროს და ა ブラ ამს თვის რო დაევალებინათ კიდობნის აშენება, ნოე შეიძლება საერთოდ არ მოხდარიყო იმ სიაში, იმიტომ რომ ეს შედარებითია ყველაფერი. ხო, მე ვიღაცაზე შეიძლება ის იყო რაღაცით აღმატებული ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ ჩემ ზევით კიდე ხალხი დგანა. ამიტომაც ნოეს შესახებ არასწორად ჭამდნენ ამას თვლი, რომ სმაც დაწყებული აქვს უკვე და ანუ ლოთობენ ადამიანები ამის შესახებ ლაპარაკი, იქორწინებოდნენ და განქორწინებდნენ ლაპარაკია იმის შესახებ, რომ არასწორად ხდებოდა ეს ამბავი, მამაკაცებს ესე იგი მხოლოდ სექსუალურობის გამო უნდათ დაქორწინება და არა იმისთვის რა კურთხევაც მათ ღვთისგან ჰქონდათ მიცემული და რაც შეეხება ანუ ქალები რომ თხოვდებოდნენ, კი არ თხოვდებოდნენ, შემოვიდა მოკლედ ახალი რაღაცა მატრიარქატის დამყარების მცდელობები იყო, იყვნენ ქალები, რას ეძახიან იმას, ამაზონებს, ხო? ამორძალები, ხო? ქართულად ამორძალი ამაზონი, ხო? ამაზონკა, ხო, რუსულად არის. აი, დაახლოებით ესეთი ისინია, რომლებსაც ჰქონდათ რაღაცა მამაკაცური ისინი, რომ თვითონ უნდა ყოფილიყო ოჯახში და იტაცებდნენ მამაკაცებს, ესე გადმოგწემენ წმინდა მამები და ამიტომაც არის ამაზე ლაპარაკი. ეხლა რატო გავს ეს ყველაფერი, რატო იქნება მეთქი მეორედ მოსვლის წინაც, ვისაც უნდა რომ მეორედ მოსვლის პერიოდი გაიგოს, როდის იქნება ეს საკითხი უნდა შეისწავლოს. იმიტომ რომ ზუსტად ასე იქნება მაშინაც. რომ კაცის სახე აღარ იქნება ქალს, ქალის სახე აღარ იქნება, არასწორად ჭამენ, არასწორად სვამენ, არასწორად ქორწინდებიან და ანუ ყველანაირი გახსნილება მიღებული და დაშვებული იქნება მათთვის. ანუ ნახეთ, კიდევ არის ერთ-ერთი ესეთი ვერსია, თუმცა კი არ ვიცი ხა, მაგრამ მე წამიკითხავს ეს რომ მოხდაო ესეთი რაღაცაო, რომ თვითონ ეშმაკებიო ახერხებდნენო თითქოსო რაღაცა ხორცში იმოსებოდნენო და ქალებთან წვებოდნენ და ამის შემდგომ ჩდებოდაო ესეთი ქალებიო. ეს რაღაცა როგორ არის ამაზონ კარგაცო? ამორძალები, ხო, რაღაცა ესეთი ქალებიო და მე იმათი სისხლიო კიდე რაღაცნაირად აღარ გვინდოდაო რომ შერეულიყო და ამიტომაც ნოემას არ მოიყვანდა, იმიტომ რომ ეს სისხლი მხოლოდ იმათთან იყო. ესეთი ვერსიაც მაქვს წაკითხული, თუმცა კი არ ვიცი ეს რამდენად შეეფერება ახლა ჩვენს ამ თემას. კარგით, გავაგრძელო. დაინახეს ღვთისმშობლებმა რომ შვენიერნი იყვნენ, ანუ უკვე გითხარით რომ ბიბლიაში ტექსტი რომ მეორდება, ეს იმას ნიშნავს რომ რაღაცაზე მიგვანიშნებს, რომ ეს არ ვარგა. პირველი საქციელი ესეთი რომ დაინახა, მოეწონა და აიღო, რახან ცუდი იყო, მეორე შემთხვევაშიც იგივენაირად ტექსტი რო იკითხება, ესე იგი ცუდი საქციელია. დაინახეს შვენიერნი იყვნენ ადამიანები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონება. თქვა უფალმა ღმერთმა, არ დარჩება ჩემი სული ადამიანში საუკუნოდ, რადგან ხორცია იგი. იყოს მისი ხანი 120 წელი. ამიტომაც შემცირდა ძალიან ადამიანის სიცოცხლის წლები, იმიტომ რომ ძალიან სწოდავდნენ. ძალიან ძიმე მდგომარეობაში იყვნენ, მინდა გითხრათ. სრული გახრწნილება იყო და ამიტომაც შეამცირა მათი ასაკობრივი ზღვარი, რადგან იმის მერე კიდე შემცირდა 120 წელი ახლა ვიღაცა ცოცხლობს. რატომ? იმიტომ რომ ცოდვას კი არ მოუკელით, გავამრავლეთ. შესაბამისად, ასაკი მცირდება, რომ ღმერთი გინდობს, რომ უფრო მეტი ცოდვა არ დააგროვოს ადამიანს. ბუმბერაზები იყვნენ იმ ხანებში, აი ნახეთ ეს ბუმბერაზები რო წერია, იქ ჩვენ ისინი რო ვთქვით ამორძალები და აქ ბუმბერაზები, სწორედ ასეთი გაჩენილი შვილები იყვნენო, ამის შესახებ არსებობს ესეთი ვერსია. იმ ხანებში ქვეყნად და მას მერეც, როცა ღვთისმშობლები შედიოდნენ ადამიანის ასულებთან, რომელნიც უშობდნენ მათ, ძლიერები იყვნენ, ისინი ძველთაგანვე სახელოვანი ხალხი. სახელოვანი ხალხი ბიბლიაში რო იცოდეთ თქვენ, ეს დადებითი ის არ არის ეპითეტი. არ გეგონოთ რომ სახელოვანი იყვნენ და გმირები იყვნენო ბიბლია თუ წერს, ეხლა თანამედროვე საზოგადოებაში ვიღაცას ესეთი სახელოვანი კაცი იყო, გმირი კაცი იყო, ეს დადებით კონტექსტში ძალიან ბევრი ესეთი არის ბიბლიური რაღაცა ტერმინი, რომელიც დღეს აბსოლუტურად სხვა რამეს ნიშნავს და უგუღმა იქნება. მაგალითად, სიტყვა ექსტაზი ბიბლიური და საღვთისმეტყველო ტერმინია.
მაგრამ დღევანდელი გაგებით ახლა ექსტაზი რო იხმარო, ყველას გონია რომ რაღაც ტაბლეტია, რომელსაც გადაყლაპავ და მთელი ღამე მე დისკოთეკაზე ძიგძიგებს ბავშვი, ისა აქ რა ქვია, ენერგიების მოზღვავება აქვს რა. მაგრამ ექსტაზი გახლავთ საფრთხო გამოცხადება. ადამიანს ექსტაზი მოგვარა ღმერთმა, როდესაც ნეკნი გამოუვა. ანუ ეს არის საფრთხო გამოცხადება, მაგ გასვლა რაღაცა ამ დროული სამყაროდან და ღმერთთან კავშირი. ამიტომაც ძალიან ბევრი ტექსტი უკუღმა არის შეცვლილი ექსტაზი თუ იქ დადებითი იყო დღევანდელი გაგებით ეს გაუღმართებული რაღაცა და აქ პირიქით თუ ამბობს რომ სახელოვანი და გმირია ბიბლიური მითი რა ქვია იცოდეთ რომ ეს არ არის კარგი. იმიტომ რომ რატომ ვინ იყო ეს სახელოვანი ხალხი რომლებიც სახელის მოხვეჭას ცდილობდნენ ამიტომ რითი ახერხებდნენ ამას თავიანთი ძალებით ერთმანეთთან დაიწყეს ომი, შუღლი, ერთმანეთის ხოცვა, ჟლეტვა და ერთმანეთის ქონების მიტაცება ძალისმიერი მეთოდებით და შესაბამისად გახდნენ სახელოვანები. ყველა მიცოდა იმის სახელი, იმიტომ რომ არ უნდა მიკარებოდი, მას გიჟი იყო, მოკლავდა ფულისთვის, ქონებისთვის, თავისი სახელისთვის. დაინახა უფალმა ღმერთმა, რომ იმატა ადამიანთა უკეთურებამ ამ ქვეყნად, რომ უკეთური იყო მუდამ ჟამს მათი ყოველი გულის თქმა. ინანა უფალმა რო შექმნა ადამიანი ამ ქვეყნად და შეწუხდა. აი მე რო გითხარით წეგან რომ ეს გახლავთ აბსოლუტურად ტექსტი ისეთი რომელიც ადამიანისთვის გასაგები უნდა იყოს რომ როგორ შეიძლება ღმერთმა რაიმე ინანოს თუ ვინც ნანობს ის ნანობა რა არის იცით რომ რაღაცა შემეშალა და არასწორი გავაკეთება. როგორ შეიძლება ღმერთს რაიმე შეეშალოს? სრულყოფილებას რაიმე შეიძლება ეშლებოდეს. აქედან გამომდინარე ეს არ უნდა იქნას პირდაპირად გაგებული ეს უნდა იყოს გაგებული რომ ჩვენი ადამიანური გონებისთვის მისახვედრი იყოს რომ უფალი არაპირებს რომ ასე გაგრძელდეს. ამიტომ ცვლილებას აპირებს და აი ამ ცვლილებისთვის იწყებს მზადებას სამყარო. თქვა უფალმა მიწის პირისაგან აღგვი ადამიანს რომელიც შევქმენი ადამიანიდან დაწყებული პირუტყვამდე ქვეწარმავლამდე ცის ფრინველამდე რადგან ნანობრომ გავაჩინე. მხოლოდ ნოეს ეპოვა მადლი უფლის თვალში. ეს არის ამბავი ნოესი, მართალი სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში, ნახეთ, სრული თაობაში, ღმერთთან დადიოდა ნოე. ენოქის შესახებ როგორ წავიკითხეთ? არა, დადიოდა ღმერთთან ენოქი. არა, რატო იცით რომ თვითონ ბიბლიურ ტექსტში არის ამათ შორის ძალიან დიდი განსხვავება. იქ შეიძლება აქ არ იყოს ესე პირდაპირ გადმოთარგმნილი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ შინაარსი. ვიღაცაზე ამბობს რომ ღმერთთან დადიოდა, ღვთის წინაშე დადიოდა, ან ღმერთს მიჰყვებოდა. ეს სამი განსხვავებული ტიპაჟია წმინდანებისა. ღმერთთან დადიოდა, იცით, აი როგორი შედარება აქვს ამის გაკეთებული. მაგალითად, მამას მოყავს ბავშვი და ბავშვს ხელი აქვს ჩაკიდებული და მოყავს, ხო, რაღაცა უშიშრად არის ბავშვი, რომ ამას ყარად უკიდია ხელი, არ წაიქცევა და არაფერი მოუვა. მაგრამ არის ბავშვი, რომელიც მამის წინ მიდის. და როდის უშვებს მამა თავის შვილს წინ, როდესაც დარწმუნებულია, რომ უკვე ხელის მოკიდება აღარ სჭირდება. ამიტომ ღმერთთან რომ დადიხარ, ეს რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ღმერთის წინ რომ დადიხარ, ეს უკეთესია. იმიტომ რომ მას უკვე სრულად ისეთი, ამიტომ ნოეზე თუ წერია რომ ნოე ღმერთთან დადიოდა, აბრაამზე წერია რომ აბრაამი ღვთის წინაშე დადიოდა. განა აბრაამი მიუძღოდა ღმერთს, უბრალოდ როგორც მამის და შვილის ისტორიას გეუბნებით. ან წერია ადამიანს რომელიც ღმერთს უკან მიყვებოდა, იმიტომ რომ თვითონ არაპირებდა არსაით გახედვას ერთადერთი იმედი და მხსნელი მის რაცეგულება იმას შეხურის და იმას მიყვება უკან და არანაირად არაპირებს არსად გადახვევას, საითაც ესწავა, ისე არის მინდობილი მასზე, რომ იცის რომ არ გადაჩეხავს არსად. ამიტომაც ეს ეპიტე ქართულ ენაში ზუსტად ისე არ შეიძლება არ იყოს გადმოტანილი, მაგრამ ბიბლიაში, ბედანში ესე წერია. რომ ნოე ღმერთთან დადიოდა და აბრაამი ღმერთის წინ დადიოდა. ამიტომაც კიდევ ერთხელ ვამახვილებ ყურადღებას იმაზე, რომ აბრაამი აღმატებულია ამ შემთხვევაში, თუმცა კი ნოე არ იფიქროთ, რომ რაღაცა კი არ ვაკნინებდა, ცუდი კაცი კი არ არის, მაგრამ ეს რომ წერია, რომ მართალი სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში, სწორედ ამის მინიშნებაა, რომ ეს თავის თაობაში, თორე აბრაამის დროს კი არ იქნებოდა ასე. შუა ნოემ სამი ვაჟი, სემი, ქამი და იაფეტი. ეს გახლავთ სამი ვაჟი, რომელთა სახელებიც დღევანდელ დღესაც მინდა გითხრათ, რომ ზუსტად
განასახიერებენ მათ შთამომავლობას. მათ შთამომავლობა განასახიერებს, რომ მათ სახელებს. სემი სახელი განასახიერებს, რომ განვადიდებ უფალს, დაახლოებით ესეთია, რომ ჩემ შთამომავლობა განადიდებს უფალს, ეს არის ებრაელთა, ესე იგი, წინაპარი, სემიტები არიან ებრაელები, მოგეხსენებათ, ასევე სემიტები არიან არაბები, კიდე არიან ვიღაც ხალხი, მაგრამ ეხლა ჩვენ მხოლოდ ამაზე შევჩერდებით, იმიტომ რომ რასაც ამ წიგნში ვილაპარაკებ. ამიტომაც განვადიდებ უფალს, პირდაპირ ნიშნავს, რომ ღმერთმა მათმიანდო სწორედ ღვთის სიტყვის შენახვა და დაცვა ამ ქვეყანაზე და ებრაელები იყვნენ ის ხალხი, რომლებიც მართლა ინახავდნენ აი ამ სიტყვას უშურველად და მათთან მოხდა მხსნელის მოვლინება, ანუ მესია, კაცობრიობის მხსნელი იესო ქრისტე განხორციელდა ებრაულ საზოგადოებაში. ქამი ნიშნავს ხურვალეს. ქამი არის ყველა, ესე იგი, აფრიკული სამყაროს მამა, შეიძლება ითქვას, შავკანიანთა მამა არის და მართლაც ეს ადამიანები რომ ძალიან ხურვალეები არიან, შინაგანად ეს რაღაცა ყველა მიცის ეხა განსაკუთრებით მათ ცეკვებს რო შეხედავ, აბსოლუტურად დარწმუნდები, ესე იგი, მათი ხურვალების შესახებ. იაფეტი ნიშნავს სილამაზეს. მაგრამ რას ნიშნავს ეს სილამაზე თვითონ რა საინტერესოა, იცით, ამ კონტექსტში. რომ სინამდვილეში იაფეტი არის მთელი აი ამ ევროპის ხალხების მამაა და თუ რაიმე კულტურული არის შექმნილი, არა აქვს მნიშვნელობა რაღაც ხელოვნებაში, ეს არის ლიტერატურული თუ ესე იგი არქიტექტურული თუ მხატვრული თუ რაღაცა მხატვრობაში თუ ქანდაკებაში ეს ყველაფერი ევროპაშია. სემიტური კულტურა თქვენ რაიმე ქანდაკება ან ნახატი ან რაღაცა ესეთი გინახავთ და ის აფრიკული იქ კი არის რაღაცეები უბრალოდ იმაში აფრიკულში უფრო მეტად არის ვიდრე სემიტურში. ხო, მაგრამ თუ რამე თქვით ხო, მაგრამ ევროპაში. ხო და ნახეთ ესეთი ეს სახელები თვითონ მართლაც იმას შეება ხაზგასმა იმისა რომ ვინ იქნებიან მერე მისი შთამომავლები და მართლაც ესე არის რომ იაფეტის შთამომავლობა ვარ ჩვენ მაგალითად ქართველები მარტო ჩვენ კი არა მთელი ევროპა და ამერიკაც იმიტომ რომ ამერიკაც ეხლა რა ევროპელი ხალხით არის დასახლებული უმეტესობა და აქედან გამომდინარე ეს სილამაზე რაც მართლა რაც შექმნილია ხო გეუბნებით ეხლა რასაც ნახულობთ იმიტომ რომ იქ პირობები ისეთი ახლა ძირითადად უდაბნოში ცხოვრობენ ის აფრიკელების და ამიტომ რაღაცა მხატვრული თვალი ისეთი არ აქვს მათ როგორიც თქვა შეიძლება უკვე აქეთ ჩამოსულ ადამიანს რომელიც სხვანაირ ბუნებას ხედავს და სხვანაირად განიცდის ამ ყოველივეს და შეიძლება რაღაცა უფრო მეტი პოეტური აღქმა კონდეს ამისი და მე ამ ნიჭს ავლენდეს ვიღაცა მუსიკაში და ვიღაცა მხატვრობაში და ვიღაცა ვთქვათ არქიტექტურაში თუ რა ვიცი ასე შემდეგ წაირყნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და აჰა წარყვნილი იყო იგი რადგან გაერყნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე. გითხარით უკვე რომ რა მდგომარეობაც იყო დაახლოებით, იმიტომ რომ ყველაფრის აღწერა ახლა შეუძლებელია ნამდვილად. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოვაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე. რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით და აჰა უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნით. გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან, ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე. ორჯერ არის გამოყენებული ეს ტექსტი მთელ ბიბლიაში, რომ შიგნით და გარეთ ფისით შეფისე. ერთი არის, როდესაც ნოე კიდობანს აკეთებს, მეორე არის, როდესაც მოსესთვის აკეთებენ პატარა კალათას, რომ მდინარეში უნდა ჩაუშვან, გადაარჩინონ ეგვიპტელთა ძალადობისგან. ესეც იცით რას ნიშნავს რომ ეს შიგნით და გარეთ ფისით უნდა შეფისოს რომ ეს ფისი თვითონ კარგი კი არ არის რაღაცა დადებითი მოვლენა არ არის მაგრამ ეკლესია გიცავს შენ რაღაც ამ უარყოფითი მოვლენისგან და ეკლესია არის დამცველი იმისა რომ თქვა აქ ამ შემთხვევაში არ დაგახრჩოს ამ წარღვნამ რომელიც უნდა მოვიდეს ამ ქვეყანაზე ისევე როგორც მოსე არ დაახრჩოს თქვა იმ ნილოსში წყალმა არ შევიდეს ამ კალათაში წყალი. ამიტომაც ნამფისით არის შეფისული ეს ეკლესიის სახე არის ერთი და მეორე. ამგვარად უნდა ააგო იგი. ნახეთ და იმახსოვრეთ, სიგრძით 300 წრთა იყოს კიდობანი, სიგანით 50 წრთა, სიმაღლით 30 წრთა. ეს სიმბოლოებია, რომელსაც
მამები ესე ამბობენ, რომ 300 წრთა 300 ნიშნავს ქრისტეს, იმიტომ რომ 300 სიმბოლოა აბსობგერა ტე და აბსობგერა ტე ბერძნულად იწერება აქ ჯვრის ფორმა. აქედან გამომდინარე ამბობს რომ ეს მამები ამბობენ რომ ეს არის ქრისტეს სიმბოლო 50 სიმბოლო გახლავთ სინანულისა როგორც 50 ფსალმუნი შეინანიებს დავითი თავის წოდებს რაც შეეხება 30 ეს გახლავთ ყოლაწმინდა სამების სიმბოლო რადგანაც ეს შედგება 3-ისგან და 10-ისგან ყოლაწმინდა სამება მოგეხსენებათ 1 2 3 ასე კი არ ვითვლით ჩვენ მაგას სამება ერთი ღმერთია მაგრამ თითოეულის რო 10-ისგან შედგება 10 არის სიმბოლო სრულყოფილებისა ანუ სრული მამა, სრული ძედა, სრული წმინდა ღმერთი. რაღაცა ისინი ერთი რომელიმე თუ აკლია ის რომელიმე სრული აღარ რჩება ესე კი არ არის. მამა სრული ღმერთია, ძე სრული ღმერთია და სრული წმინდა სრული ღმერთია და 10 ამის სიმბოლოა, 3 კიდევ სამების სიმბოლოა. ასე რომ ეკლესიაში ყოფნას აქვს თავისი პირობა, რომ მას ჭირდება აღიარება, ესე იგი ქრისტეს გამომხსნელობისა ჯვრის სახით ამ შემთხვევაში, სინანული ჭირდება აუცილებლად და ყოლაწმინდა სამება ერთი ღმერთის ესე იგი თაყვანისცემა იმისთვის რომ იყო ეკლესიაში ადამიანი, ანუ შიგნით აღმოჩნდა აი ამ კიდობნის შიგნით. სასინათლე გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყსაზე დაუტანე და კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს. რას ნიშნავს ზემოთა კარი და გვერდითა კარი? გვერდით გასაგებია რომ ხალხი უნდა შემოვიდეს თქვათ. ეკლესიას აქვს კარი, რომ ყველას ღებულობს. ზემოთა კარი ღმერთთან სასაუბრო კარია. ეს არის კარი, რომელიც სიმბოლოა იმისა, რომ აქედან ღმერთს ელაპარაკები და აქედან კიდე აბსოლუტურად ყველას ღებულობს. რატომ აქ მარტო ზევიდან ექნებოდა კარი და შიგნით იქნებოდა ნოე თქვა და დაელაპარაკა. არა, ყველასთვის არის კარი. ვინც მოინდომებს ამ კარში შესვლას, ყველასთვის არსებობს ეს კარი. ასე რომ ეკლესიას დღეს თბილა ადანაშაულებენ, მინდა გითხრათ, რომ ეკლესია თითქოს ვიღაცას დევნის. ეკლესია არავის არ დევნის. პირიქით რამზი სიმძიმისეც არ უნდა იყოს ცოდვა, ყველა შემთხვევაში ეკლესია ღებულობს ასეთ ადამიანს. მაგრამ, როდესაც ადამიანი ეკლესიაში კი არ მოდის, პირიქით, აქეთ გეუბნება რომ შენ აღიარე რომ ეს ცოდვა არ არის, ეკლესია ამაზე უარს ამბობს და აქედან გამომდინარე, რომ ეკლესია ამ ადამიანს დევნის. კაცო, არავის არ მივსდევ, არსად არ დავდებ, მაგრამ რატომ უნდა ვაღიარო, რომ მამათმავლობა ნორმაა მაგალითად რა. ხო, არ უნდა ამაზეა ლაპარაკი, რომ ნორმად არ უნდა შემომთავაზო ეს. თორე, ასეთი თუ მოვა ადამიანი და იტყვის, რომ მე ცოდვილი ვარ, მე აქ წმინდანი კი არ ხვდები შიგნით. მეც ცოდვილი ვარ. თუ მაგ ცოდვით არა, რაღაცა სხვა ცოდვით ვარ, შეწოდებული და გასვლილი და გათხრილი. ამიტომაც ჩვენ აქ ვიკრიბებით, იმიტომ კი არა, რომ წმინდანები ვარ. ჩვენ აქ ვიკრიბებით იმისთვის, რომ ცოდვილები ვარ და თავი გადავირჩინოთ. თავის გადასარჩენად მეტი არაფერი. ეს ეკლესია, მებრძოლი ეკლესია, სწორედ ამისთვის არის, რომ ადამიანმა თავი უნდა გადაერჩინოს, უნდა გჯეროდეს, რომ მხოლოდ აქ არის გადარჩენა შესაძლებელი. რადგანაც ნოეს კიდობნის გარეთ არავინ არ გადარჩენილა. ამბროსი ოპტინელი ამბობს ძალიან კარგად ამას, რომ ერთი მაჩვენეთ ვინ გადარჩა კიდობნის გარეთო და მერე გეტყვით შეიძლება თუ არა ეკლესიის გარეთ ცხონება. ამიტომაც ეკლესია ამ შემთხვევაში ეს ნოეს კიდობანი გახლავთ შესაკრებელი ადამიანებისა, რომლებიც არ არიან რა თქმა უნდა სრულყოფილნი, მაგრამ იმედი აქვთ, რომ გადარჩებიან და სწორედ ეს ეკლესია გადაარჩენთ მათ. ნახეთ შეაბი კიდობანს გვერდი და კარი. ქვედა და მეორე და მესამე სართული გაუკეთე. მეორე და მესამე სართული გაუკეთე რას ნიშნავს? იცით, რომ სწორედ ამაზეა, რომ როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს, ფლადრობს კერზე იყოს დაშვებული, მისთვისაც არის ეს კარი. იმიტომ რომ იმ სართულზე რო ჩაიყვანო თუნდაც ადამიანი ამ კარიდან უნდა შემოიყვანო. აჰა მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გააწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას. ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს. შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალ კიდობანში, შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები. რა გითხრათ, აი სანატრელი სიტყვებია, მინდა გითხრათ, ეხა ეს რო გაიგონო, რომ შენი შვილები, შენი ცოლის შვილები, ყველანი შეხვალთ სათასასუფეველში. ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ დედალ მამალი იყოს. იცით რა, ცხოველები რატო გაწყვიტაო, ამაზე ხშირად კითხვა სვამენ. იმდენად გარყვნილი იყო
საზოგადოება რომ ცხოველებთან თანაცხოვრების ძალიან ისეთი დაკანონებული იყო ფაქტიურად, იმიტომ რომ რა ქვია ამას თანამედროვე იმაში და ზოოფილიას ესე რო ეძახიან, ეს იყო მათთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივად მიღებული ამბავი, განამარტო ის რომ ხორცის ჭამა დაიწყეს, ერთობოდნენ მოკლედ აი ამ ცხოველებით და ძალიან გაუგუღმართებული იყო ეს ყველაფერი, ამიტომაც ნახეთ ცხოველების რაღაცა გარკვეული რაოდენობა გადარჩება, რაღაცა ცხოველები საერთოდ ამოწყდებიან. არის რაღაცა ცხოველები, რომლებიც წარღვნის შემდგომ საერთოდ აღარ არსებობენ. ეხლა იმიტომ კი არა, რომ რაღაც ადამიანთან კონტაქტი ქონდათ, არა, უბრალოდ ესეთი იყო განგებულება. ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ, დედალ მამალი იყოს. ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილად შემოყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ. წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა, მოიმარაგე და საჭმელად კონდეს, შენც და მათაც. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა, ასე გააკეთა. ეს გახლავთ მე-6 თავის დასასრული. ესე იგი, ნახეთ როგორი რამ ხდება ეს სიტყვა რომ ყოველგვარი ფრინველი და ცხოველი და ეს უნდა როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რამდენი სახეობა უნდა ყოფილიყო და ნოე დაიწყებდა ახლა და სირბილს წინ დაუგანდა ამ ცხოველების მოგროვებას. არა, ეს სიტყვა გახლავთ პირდაპირ ბრძანებულება ცხოველებისთვის მიცემული და ისინი ამ გაღებულ კარში თვითონ შედიოდნენ წარღვნის წინ. როდესაც დაამთავრა ნოემ კიდობნის მშენებლობა, 100 წელი აშენებდა ნოე ამ ცოტა მეტი ამ კიდობანს და ესეც არ იყო შემთხვევითი რა თქმა უნდა, ამდენი ხანი არ უნდა დასჭირვებოდა მას, მაგრამ რაღაცნაირად დროს წელავდა, იმიტომ რომ თითოეული მისი ეს ჩაქუჩის ხმა, რომელიც აჭედებდა იქ და რაღაცას აკეთებდა, უნდა ყოფილიყო ხალხისთვის გამოფხიზლებისა, როგორც რაღაც ზარის ხმა ესმის ადამიანს, ვიღაცას და წევს და კვირის წირვაზე არ დგება და გვერდ შეიბრუნებს ამ ზარის ხმაზე და ძილს გააგრძელებს და ახლობით ესეთი ამბავია, როდესაც ნოეს აი ამ კიდობნის მშენებლობის ხმა ესმოდათ, ნოეს რა თქმა უნდა გიჟათვლიდა მაშინდელი საზოგადოება, იმიტომ რომ მან დაიწყო გემის აშენება, რა გითხრათ ახლა, აი სიღნაღში რო გემის მშენებლობა დაიწყო და ახლობით ეგეთი ამბავია. რა? გორში? არ ვიცი, არ მახსოვს. ხო და რატო იცით ზღვა იქ არ იყო, მდინარე იქ არ იყო, არაფერი ნოესაც აშენებდა, იქ არაფერი არ იყო და იძახდნენ გიჟია რა თუნდა გემს აშენებს ისეთ ადგილას, სადაც წყალი არ არის. ხო, რაღაცა არაადეკვატურია ეს მისი მოქმედება საქციელი ამ შემთხვევაში, მაგრამ ეს მისი კიდობნის მშენებლობა გახლავთ სწორედ მისი ქადაგება. ის აფრთხილებს ხალხს. 100 წელიწადში რამდენი თაობა იცვლება, იცით 4. მეტი შეიცვალა 4 თაობა, ერთ თაობას ესაუბრება არა, მეორე თაობას ესაუბრება არა, ანუ ღმერთმა ნახეთ რამდენი საშუალება მისცა, რომ კიდევ აი ამდენს გეუბნებით, რომ გამოფხიზლდით, ყურად იღეთ, ასე მოიქეცით ისე, შედეგი არ დადგა და რადგან შედეგი არ დადგა, მაშინ დადგა უკვე ასეთი შედეგი, რომელიც შედეგიც იყო წარღვნის სახით და ჩვენ თუ ვიცოცხლეთ, მე-7 თავში ვილაპარაკებთ მაგ თემაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეკითხვები თუ გაქვთ, კი პასუხებთ. თუ არა და დავიშალოთ.